Diriram dam 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 diriram diriram. კეთილი იყოს თქვენი დაკლიკება ამ ვიდეოზე, მეგობრებო, თქვენ უყურებთ ბაზარი არის მომდევნო ეპიზოდს, სადაც სტუმრად უდიადესი კაცი, the man, the myth, the legend, გიორგი კალატოზი ყავს, მივესალმოთ. უღმესი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მადლობა პირიქით. მასპინძლობისთვის დღევანდელ გადაცემას მეორენაირად შეგვიძლია უწოდოთ სტუმრად სტუმართან. შეგახსენებთ, რომ რატო შეგახსენებთ? ჯერ პირველად გეუბნებით, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ოქტოპუსის სტუდიაში, სადაც იწერება ამ კონკრეტულ სივრცეში გაცოცხლებული შოუ როუსტი და უკვე ბაზარი არის. ერთი ეპიზოდი. ესე წახვიდე ხოლმე სხვადასხვა იუთუბერებთან და იმათ სივრცეში იმათო გადაგიღონ და მე რა შეაჯიბრო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ გადაცემას ესე კი აქ აღარ ჩამაწერინებ. კაი. ვიღაცა ინფლუენსერები მომითრიო აქ და ეხა მინდა. არა ხო, აქ ეხა ინფლუენსერს რა უნდა. ეგეც არის. როგორ ხარ? არა მიშავს, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად, ლუდი დამახვედრე, ესეთი საოცარი. მაგრამ თბილია. სივრცე და მე მეტი ბედნიერებით არაფერი არ მჭირდება. იყოს თბილი. ნიკა, ერთი კითხვა მაქვს, მე რადგან მასპინძელი ვარ. დიახ. და მე დავიწყებ, ხო შეიძლება? რა თქმა უნდა. შენ დადე ორი ეპიზოდი ამ გადაცემას. რატომ შეწყვიტე? შენ სულ შეწყვეტებით, რატომ მოგვაბეზრე თავი? კარგი კითხვაა, გიორგი, მინდა გითხრა. გაგვიმარჯოს. ნებისმიერ ლუს გაუწევ რეკლამას, აი ნებისმიერი გზით. თბილიც რო იყოს, რა კარგია თბილი ლუდა. კარგი, მოდი ახლა შემიჯერე, მე კითხავ. კი ბატონო. ხო, ეს ვერსია მქონდა ახლა, ესე უნდა წარმედგინე რა. აბა. იუთუბერი, პაროდისტი, პოდკასტერი, კომენტატორი, მსახიობი, ფეხბურთელი, მასპინძელი და კალატოზი, გიორგი კალატოზი. არა, ის რადგანაც კარგი იყო და ის რადგანაც კარგი იყო და ესეცო. თქვა გიორგი. უბრალოდ კარგი ადამიანი. მე დამათრო ერთმა ყურმას, რა მაგარი ლუდია. ხო, ესაც არა უშავდა. თუ გინდა ესეც ვსადოთ. მაგრამ არა, ეს ბუნებრივი, მე ვებხრე ბუნებრივობას. ჭირი მე. არ შემილია ხ მარტფები ესე მქონდა და მოდი თავიდან ვქნათ. ხო. ეს ტელევიზიაში ამას გაურბოდი ყოველთვის მე და ტელევიზიაში რა ხდებოდა? ტელევიზიაში ვაი ვიში და უბედურება და მუშაობდი რა. მაგით დაიწყე ხო შენ კომენტატორობით? კომენტატორობა მე მოხდი ტელეკომპანია იმედში, თფუ, ჯვარი აქ. იმედი არ მოგუშალოს ღმერთმა? ხო. 2 წელი არ მეძინა. ოხ. დის გადაცემაში ვიყავ. ოზის არ იყოს. ოზის. ოზი ნამყოფია უბრალოდ დის გადაცემაში. ხო, ნამყოფი ყოფილიყავი ერთხელ ნეტა, 2 წელი მუშაობდი. ნაცნობი ხარ ახლა შენ და ოზი? კალატოზის პონჩი? არ ვიცი. ამოჭრით. 20 მინუტის სადღაც. ამას ამოჭრით? და საშინელება ტელევიზია ზეწოლა როგორც ხდება. ხო, მე მაგიტო ეხა შენ რო ხარისხზე გაამახვილე ყურადღება. ხარისხიანად იღებენ ჩემო კარგო იქ ძალიან მაღალი ესა ტექნოლოგიებით და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი კამერად გადაღებული იუთუბერის ნახვა მირჩევნია მე და შენი ყურება. ვიღაცების ყურებას იქ. მართალია. ერთი კამერით არ გახდით თქვენ სენსაცია? კი, ერთი კამერით გავხდით. აბა რა გინდა? და თან წყვეთ ხოლმე გული მწყდება, მე კომენტარებს დაგიწერე შენ ამ გადაცემაზე. ვიცი და მადლობელი ვარ და ეს არის რა, ანუ პროცესში გამოსწორებადია ეგ თემა რა. ხო, მაგრამ ხო იცი რომ რთულია თუ არ ყავს სპონსორი, არ ყავს ოპერატორი. ეხა ასაკიც გვაქვს ესეთი რომ უკვე ადრე 15 წლის თუ ხარ სპონსორი, აი და Minecraft-ს თამაშებ რა. დილით გაქანებული კიტრივით, ხო? ხო. ეხა ვიღაცა იუთუბერებს 3 შვილი, 5 ის არა, ქვია ცოლი რაღაცა და ძალიან რთულია. ბაზარი არა. სპონსორის გარეშე. ბაზარი. აი მე რა წამომწდა ამას ამოვჭრით. ჩვენი გადაცემის მთავარი მუღამი არის რომ გადაცემის სახელწოდება ვინაიდან და რადგანაც არის ბაზარი არის, საუბრობთ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს იქამდე, სანამ რომელიმე ჩვენგანი არ იტყვის ბაზარი არ არის. ანუ უკვე თქვი. არა, აქედან ეხა ამიერიდან. და თუ შეიძლება გავითვალისწინოთ ეს და ბაზარი არის უნდა ვთქვა? არა, ანუ ბაზარი არის ნიშნავს იქამდე საუბრობთ, სანამ კონსენსუსამდე არ მივალთ რაღაც ძლიერ შეთანხმებამდე. ოკეი. ხო გაიდეა? შვენიერი. ძალიან მაგარი გადაცემა აქვს. გიждები ამ გადაცემაზე კიდე დაიდოს ხოლმე. კი, გამოიწერეთ ამისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი კალატოს და ლუკა კალატოს
ამოქრო ხალხს, რომ დამითმეს თავიანთი სივრცე, მიმასპინძლეს და ამ შვენიერ ადგილას ვიწერთ ამ ეპიზოდს. არაფერს კაცო, no problem. კარგი, გადავიდეთ მაშინ იმ საკითხებზე, რის კითხვაც მინდა და რაც მაინტერესებს. როგორ დაიწყე YouTube? 2007 წელია 2007? და გავხსენი ეს YouTube პირველად. არა, ეხა აკაუნთი გააკეთე გასა. Daily Motion რაღაცები ხო იყო ადრე. კი, კი. მეტაკაფე, რონალდინიოს ფინტები რაღაცა და YouTube გაიჩიტა. მეთქი ეს რაღაცაშია საქმე. სანამ Google იყიდა ეგ პერიოდი. ხო, სანამ Google იყიდა და უყურებდი ხოლმე ჯერ YouTube-ზე ვიდეოებს და მე 2011 წელს ნანა გაინტრიგე ხედავ აი რომელ წელს შემოვა რა. 2011 წელს გავაკეთე აკაუნთი მქონდა უკვე და პაროდიები დავდე Facebook-ზე ჯერ. კომენტატორის პაროდიებს ვაკეთებ. მოკლედ მირჩიეს რომ ხე Facebook-ზე ხო დადეო შენ მეგობრებმა ნახეს ეს ვიდეოები. დავაიო YouTube-ზე დაყარეო. დავყარე და ბიჭო რაღაცა რადიოში მიწვიეს და 18 წლის ვარ რაღაც. და გაასწორა ღამის შოუში ვიყავი ოთარას სტატიშვილთან. სანდრო ცნობილაძის პაროდიას აკეთებ თუ სად მახსოვს? კი. როგორ იყო? შეგვიძლია რა გა? არის ვარიანტი. რაღაცა ეგეთ. ხო და თქვენ რო გიყურებდით ბიჭო რაღაცნაირად ჩემთვის მუხტიც იყო ეგ რომ ნახე ინტერნეტში ვიღაცა ტიპები აკეთებენ ვა სპონსორი გააძრეს სპონსორი მაისური მაიკა რაღაცა და ვა მეთქი და მე ცოტა мотиваცია მომეცა იმიტომ რომ მაგ დროს მუშაობ მე იმედში და იმას GMG Silk-ი 2 სამსახურში მუშაობდი და ხელფასი მქონდა ძალიან ცოტა მიუხედავად ამისა რომ 2 ძალიან ჩვენ რამდენს გვაძლევდა სპონსორი არ ვიტყვი მოდი იმიტომ რომ შენი ხელფასი 3-ჯერ მეტი მაინც იქნებოდა. ბიჭო, ხომ არა, ანუ მე მუშაობდი ძალიან ბევრს. ანუ მართლა ძალიან ბევრს. არ მეძინა მართლა გეუბნები. ჩვენ გვეძინა, გონია? ნუ ახ თქვენ გეძინა. კაი, ნუ არ შევადაროთ. მოკლედ, კი ბატონო, ყველა ხდება რაზეც უნდა გავაკეთო აქცენტი ამ შემთხვევაში რაღაც შოუზე. ხო, რაღაც შოუს ბიძგი თქვენ ხო გიყურებთ ხომ რაღაც ხუმრობაზე, მეთქი აი აქ მე რას ვიტყოდი, ხო ის. ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი იყო და ჩვენ როგორ გაგვეხარდა შენ არ იცი, რომ ეგ ნაბიჯი თქვენ გადადგეთ და ხალხს თითქოს არ დაუტოვეთ კი ბატონოს უკმარობა. ეგ სისულელია ხა, რაც შენ თქვი, იმიტომ რომ კი ბატონოს უკმარობა დღემდე იგრძნობა. გასვიზა. ჩვენ ვეცადეთ უბრალოდ და ანუ მაგ ჯერ ესეთი არც კამერა ქონდა ნორმალური, არც განათება ქონდა ნორმალური. რაღაცა პირველი განათება აწყო ცოტნე ტაშტში გაუყარა რაღაცა, რომ ეს ქონოდა პოლგიც თუ რაღაც სისულელი. რაღაც ეგეთი ქონდა ჩვენს. ლუკას ხო იყო შენ თქო? ლუკას რო უყურებდი ხოლმე. მეგონა რომ ზიადის პაროდიას აკეთებდა და მე პირდაპირ რომ გავიცანე შავგრემანიას ინამდვილეშიც არ. მაგით გეგონა რომ პაროდიას აკეთებდა შავგრემნობით. შეღებილი ქონდა. ლუკა იყო ძალიან მეათე ხარისხოვანი მაგაცემებში. ანუ აქ ხუმრობა ცოტა ის იყო რასისტული, მაგრამ არა უშს გავატაროთ. კარგია, კარგი მოგონებები ყოველთვის კარგია. რატო გადაწყვიტე ჩემი მოწვევა, აბა რაღაცა ინტერესები ხო ქონდა ეხლა. ტრენდული კაცი ხარ, რიცხვებს დაწერს მეთქი რა. მაგრამ შენ ხო რაღაცა გაინტერესებდა ახლა მარტო იმაზე ხო არ გაიყიდე. თორე ჩემზე ტრენდულებიც არიან ახლა. ვინც იწვევა, ვინც არ იწვევა, მოწვევადი არის, არ არის, ყველა მინდა რომ მოვიწვიოთ ძალიან ღია და ესეთი გულახდილი საუბრებისთვის, ვინც არის ღია. კაი, მეგონა ტავტოლოგია და ოზის არ გირჩევ, მაინც. ბიჭო, ოზიზე რატომ მოდის სამხელა ჰეითი? შენი აზრით? რაღაცნაირად თავს ფუთავს რომ ბოროტი ადამიანია კამერებში რაღაცა. მე ჩათლახი ვარ. ბულერ ბავშვს თამაშობს. ხო, აი რა. არ არის ეგ. გაჩერდი ოზი რა. ცოტნე. შენგენაც არა, მოდი ბიჭო, მოდი. მომოგერიდება. და დაიწყეთ თქვენ და მოვა. როგორ ხარ? კარგად, მოდი ბავშვ. არა პრობლემა. ამის სამონტაჟოა და. ხო. საუბრობდით რაზეც? რატომ მომიწვიო მეო? ხო. რატომაც არა? არა, ყველა ბიჭო, ყველას შეიძლება. მე ყველა არ ვარ მაგის დედა. ხო, ნუ. საქმე იმაში არის არხზე უკაც. არანაირი. მაგრამ მე არ მიყვარს უბრალოდ გინება. ხო. რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ შევიგინებ. აი ეგ არის რა, უნდა ელოდებოდეს ხალხი და გატროხებული არ უნდა კონდეს შენი გინება. მადლობა რომ ეთანხმები ამ იდეაში. დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას არ მოიპარავდი კი ბატონოდან. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. ისი რა, თქვენ ფორმატი მოვიპარეთ და მეტი რაღაც უნდა მოვიპარეთ. მაგას ეგ გულისხმობა. მოსაპარე არაფერი აღარ დარჩა. შენი აზრით კიდე რა თემას უნდა შევეხოთ და რა თემაზე ვიღლიცინოთ? შენი კარიერიდან.
რატომ ხმგონია რომ იუმორი უნდა გექნება მოპწიჭკული. დიახ. ჩემი აზრით რომ მიყურებ პირდაპირ იმიტომ რომ מחარამ იმდენი ხანი კენწლა ეგ თემა მგონი რომ გაუყვანა წყალი. მე რომ მიყურებ ეს არ გესმის. ხო და ეგ მოინტერესებდა, ანუ რა დაგიჯდა მონაწილეობა იუმორინაში, რამდენი გადაიხადე? ჩემი ცხოვრება. შეწირე. ღამეები ათენე, ემზადებოდი. ანუ ჩემი კარიერა სასტორზე დავაგდე და გავედი. თან სასტორით თუ სასტორი დატოვე და ესე გახვედი. სასტორზე ავიწონე და ესე გავედი. და რო გავედი და ხუმრობა რომ თქვი პირველი ორი, მივხვდი რომ თლად ისეთი სასაცილო ეს ყველაფერი არ იყო, როგორც ჩემს მეგობრებს ეცინებოდათ ხოლმე. შენი მეგობრები საერთოდ არ არიან 65 წლისები, ხო? როგორც დარბაზი იყო სავსე. ასე რომ ეს იყო უდიდესი გამოწვევა. როდესაც დარბაზი სავსეა 65 წლის. და სიჩუმე იყო არ მითხრა. და კალის ჭრიჭინი ისმის. კარგი. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მონტაჟას, რომელმაც სიცილე გამოუწია. გავხნეოთ მეგობრებო, გიორგი კალტოსი, ეს არ არის პატარა ტრავმა, ეს არ არის პატარა. და ამის შემდეგ რამდენი გლიცინი იყო კიდევ? ანუ ეს ყველაფერი არ მაკლდა, რომ ხალხს არ გაეცინა, გამოვედი და აი ნუ მე ეს არ ვიცოდი თორე არ ვიტყოდი. ეს ესე რამისთვის თორე დაწყდა ხალხს სიცილე. მომეშვა ბიჭო, საწავი და სად გამეშვა არც ვიცი. გაწყდა სიცილით ხო? ხო, ძალიან კარგი. პაროდიის თეატრში იყავი თუ? პაროდიებს აკეთებდი, ხო? თოჯინების თეატრი. ხო ერქვა მართლა პაროდიის თეატრი. პაროდიის თეატრი მე არ ყოფილვარ, მე უბრალოდ ვიყავი დებიუტანტი. მაგრამ შენი მიზანი იყო რომ მოხვედრილიყავ. ჩემი მიზანი იყო ის რომ გამოსულიყავ და ჩემი ნიჭი არ დამეკარგა და ხალხს გაეცნო 60 წელს ზემოთ. ძალიან კარგი. მე მგონი ყველა თემაზე რაზეც ვისაუბრეთ, გიორგი ძალიან გულახდილია, გიორგი არ მალავს არაფერს, გიორგი სიცრუის დეტექტორს არ საჭიროებს. ხა ამ გაცემის ბოლოს გექნება ნანახი ორივე ეპიზოდი რომ მის ბოლოს თამაშობთ. და ბევრი ვიფიქრე რა გვეთამაშა. FIFA იყო ესეთი იდეა. სანამ ბოლომდე ეს იმას არნიშნავს რომ გადაცემა მთავრდება, მეგობრებო. ნუ ჩახედეთ იმას. FIFA-ს თამაშის იდეა რომ მქონდა, გიორგი მეგრევი მითხრა რომ FIFA მოძოლდაო. ეს იმას ნიშნავდა რომ ნამიოკი იყო დაგამყნობ ნაგავო, არც კი გაბედო ამის გაფიქრებაო. აბსოლუტურად სწორად იმიტომ რომ წეღან მანახა ჯილდოები და პრიზები რომელიც აქ ალაგია მისი FIFA-ს მიღწევები. და FIFA-ს გადაღება გადაიდო, ანუ გადავიფიქრეთ მიუხედავად იმისა რომ კარგი იდეა მქონდა სხვათა შორის რომ ეგეთი ჩელენჯი და გართულება ყოფილიყო რომ ერთმანეთის კონტროლები დაგვეყენებინა. მაგრამ ვისწავლიდი უცებ ავიღებდი აღლოს რა. არა მგონია. სამკუთხედზე რო დაგიყენებდი იმას რა ქვია კაცის წინ წასვლას. თუ ვერ დაყენდება. ანუ ესე რო გვეთამაშეს. კაცის წინ წასვლა რა არის ახლა? მარტო მაყურებელს. ზემოთ წასვლა რა. ზემოთ რა არის? ზედა ის არის. ზედა ის არის სამკუთხედზე. ზედა ის მე რო ისრები თამაშობ, იცოდი ეგ. რა თქმა უნდა, ეს საქვეყნო ცნობილი ფაქტია, შენ რო ისრებით თამაშობ. რავი, გადადით ლინკზე და ნახეთ. ლადარამოვი ცოცხალია და შენ რო ისრებით თამაშობ. ეს ორი ნიუსი არის კვირის პალიტრის ამ ლადარამოვი ცოცხალია, მეგობრებო, არ დაუჭეროთ არც ერთ სრულ ინფორმაციას, გადადით ლინკზე და ნახეთ მისი ახალი ტრეკები. დაუბრუნდა, არ სტარცელია რო გარდაიცვალა. არა ხო? მახარა მიცის ხოლმე, ეგრე მოთხრის ვიღაცას. ის ხო მოკ ვაჰ, ბიჭო, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ რა ვიცი, ეგრე შემთხვევაში არ ჩანს კაცი იმაში, აღარ ჩანს, იუმორინაში აღარ გამოდის და მაგიტო გაგიჩნდა ეგ შენ. ეხა შენ ვლადამარამოვი რადგან იცი, ესე იგი მაყურებელი იყავი ბავშვობაში იუმორინას. რავი, ჩემები უყურებდნენ. რომელ ეპიზოდს გამოარჩევდია, რომელ ნომერს? დირირამ დამ 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 დირირამ დირირამ. აი ამას. სულ დამავიწყდა. თუ შეიძლება ჩემ ასისტენტს გამნათებელს ხო რომ მომაწოდოს ჩვენი სპონსორისგან Vibe-ის განახლების სერვისი გიო ნუ გწხვენი Vibe-ის განახლების სერვისი Vibe Revive მაისურების მერჩი რომელიც გთავაზობთ მუსიკალურ და არა მარტო არტისტების გამოსახულებით მაისურებს მოდი შემცონა მოიხე იმედი მაქვს რომ მაისურის გარდა სხვა სპონსორსაც ვიხილავ შენ გადაცემაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ნამიოკი ნომერი 63. ამ ხმას მაგრა ჩაიწერდა ისე გადავარაკრაკე. ესან Los ტელეფონს Polos Hermanos. გექნება ნანახი Breaking Bad-ი. ძალიან მიყვარს ქათმის ფრთები. მართლა? ძალიან მიყვარს ქათმის ფრთები.
და გათმისთების რა გიქრა, მაგრამ ზომაში მგონი კი, ფრთებივით მოგერგება. კი, დამაკუდა აშკარად. დიდი მადლობა, ორმესი მადლობა. მადლობა პირიქით, შენ რავი, ეს ალბათ მცირედია იმის რითიც შემიძლია გადაგიხადო უკაცრავად. ეს მადლობა პირიქით შენ, ეს ალბათ მცირედია იმის რითიც შემიძლია გადაგიხადო მადლობა. გაზდილობიანი ბიჭი ხარ. უკაცრავად. აი, ეს ვიცავთ ძალიან მაღიზიანებს, ძალიან ცუდი ჩვევარი. ესეთი რაღაცები ერთ ბირთს აქვს ხოლმე პოდკასტში ხმიდის და რაღაც მიკროფონთან რაღაცებს აკეთებს ხოლმე და სულ მაღიზიანებს არა და მისი კონტენტი რო კითხო ჭამაზე აწყობილი და გასმა ჭამის დროს უნდა უყუროს და ესეთ საშინე რაღაცებს აკეთებს. მაგ ბირთს თუ სადმე შეხვდები აუცილებლად ვეტყვი მაგას. რა წესია, ნუ მიკროფონში. მე მგონი ნახავს. მე მგონი ისარი ამიწიეთ ხოლმე. ისერი გამიტიტვლი. მაგის საფირმო ფრაზა. ხო და პირიქით ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. წამოწყება, ნუ რა ვიცი, თუ გაგრძელდება, ძალიან გამიხარდება, ვეცდები ყველანაირად, რომ შემდეგი ეპიზოდები არ მოგაკლავთ მეგობრებო, დამოკიდებულია ამ ბიჭებზეც, რამდენად შემომიშავენ კიდე ამ სტუდიაში. და როგორ მოვიქცები თუ აღარ დავაბოყინებ ხოლმე. და ხო, თამაშზე მე მოვიფიქროთ, თუ გინდა რამე, ან ესეთი პატარა ქათი ავიღოთ, თუ შეგვიძლია. ძალიან მიყვარს, როცა ძალიან ორგანიზებულად ბიჭო, მარტო ვარ, აი რა გავაკეთო, მარტო კაცი ვარ, არ შემილია მე ორგანიზება. მე ვარ შემსრულებელი. არა, ხოდა ძალიან მომწონს აი ეს. მე რა გონიათ რომ კი ბატონოში რა ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო. არა, მე იქ მეუნეოდნენ, გააკეთე ეს, გამაკეთე. მომული ყავდი არ შეინიკეთ, მასერინებდნენ. არავის არ ეგონა, შენ გაკეთებული. ხო, ან ვიღაცა შეიძლება ეგონოს რა. აღარ ეგონოს რა. ხო და მე ვარ უბრალოდ როგორ გითხეთ რა, ძალიან მიყვარს პატივსცემ, ტელეფონს ჩავხედავ. ძალიან მიყვარს და პატივსცემ ყველანაირ კონტენტს და მევასება, მაგრამ მე ახლა რო გავდგე და გავაკეთო, ვერ ვაკეთებ. არ შემიძლია ახლა, აი, ვცდილობა მაქვს, ვერ არ გამოდის ეს გადაცემა რა. ყლეობა რა, უკაცრავად. ეს იყო ეს განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ბიჭო, ნახე, შეხედე. ეხა ერთ რაღაცას გეტყვი. მასწავლე ხო? თუ გინდა აი, ვაფშე, აი რა ვინმე უნდა მასწავლეო, კაცმა. შენგან ვისწავლე რაღაც. ხო და მე მაგიდო როგორი არ ვიყო შენგან აი მართლა ერთი-ერთი მოხდა. გეხოთები რამდენი წუთზე ვარ თულყამ გვითხრას? 27. ბიჭო, მისმენ. ბოდიში. მე და מחარეს პოდკასტი ეხა ხო აი ჯილდო რო გაჩვენე და აი თავიდან რო დავიწყეთ. 1-3 თვე შენ გონე მაყურებელი ყავდა? მე იხურებოდა და ხურავდნენ, სპონსორი ყავდა მაგაცმოს და ხურავდნენ. აგერ ექსკლუზივი მეგობრებო, რომ მივედი შამპანური გამატანეს სახში, ახალი წელი იყო და აბა კარგად ვიყავიო, ვიხურებითო. არტურა მახსენდება ბიჭო, ფული მომეციოდო. ხო, მე რა ეთყობა დაარტყა თავში რაღაცა, თლად გადასაყრელი ხალხი არა და მე აი ამ გადაცემა სტაბილურობა, ნახე, როგორ სიტყვა? Consistency, yeah. Exactly. სტაბილურობის გამო გაუჩნდა მაყურებელი. შენ რო ორ იმას დადებ ვიდეოს, მაო. ანუ ის მეშინია არ ძალიან არ გავარდეს, არ გავაფუჭო ალგორითმი. ხო, ეგეც არის. მაგრამ ოზი მოიყვანა და ჩამოაგიგდებს ნახობს ეგრევე. ანუ თუ ძალიან გავარდი. ოზომეტრი ეგრევე გაგინახევრებს ყველაფერს. ანუ იქ თუ კაი კომენტარები გაგინებენ აუცილებლად. გამივარდება ბიჭო, მეშინია ერთი. მივაყარო, ავიდე 100.000-ზე. აბსურდული მიმართულება იუმორის არის ძალიან კარგი. და შენც კარგად გიხდება რაღაცნაირად და შეგიძლია. ვერც ერთ მიმართულებაში ვერ ვაჯენ ჩემ ამ დიაგნოზს. ხო და რატო არ გააჩერო? აი ხა ნახე, აი ეს ეპიზოდი დაიდება და აღარ ჩაწერ შენ. რატო თუ ჩამაწერინებთ აქ? რა, მოვახმე და ჩავიწე. რა ზომა ხარ შენ? რითი? CD-ად ზოგადად. მაისურით XL-ი, ფეხსაცმლით 44 შარლით, განიერი. XL-ი ხარ შენ, ა? ცოტა XL, ცოტა XL-ი ხარ. ოვერსაიზი მირჩენია. ოქტოპუსში ტრანსფერი, ჩემი ფასი ხა იაფია, შეგიძლიათ ამ ვიყავოთ წერე. ვაუ. თან მზვანე. ის, ახლა სუპერ. გავიზმანე, სტუდია გავადრე, გადაცემა ჩავწერე, YouTube-ზე გაზეთი ვარ, პივა მაქვს. ის. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი კალატოს და მთლიანად ოქტოპუსს მასპინძ ლობისთვის. დღევანდელი გადაცემა ჩაიწერა ოქტოპუსის სტუდიაში და იმედი მაქვს გაგრძელდება ჩვენი ეს მეგობრული თანამშრომლობა. მადლობა რომ მომიწვიე. სუპერ, ხო, მოგიწვიე მე შენსაო სტუდიაში და სუპერ უცებ აწყობილ პატარა გემრიელ სეტაპში. აღმოვყავით თავი მოკლედ და თქვენ ამოვყავით თავი ამ ვიდეოში, რომელსაც ბოლომდე უყურეთ და ოქროები ხართ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად.